პირველი კითხვა მექნება ბრიტანეთის განცხადებებზე, იქ გაკეთებულ, ასე ვთქვათ, გადადგმულ ნაბიჯებზე, სანქციებზე და ასე შემდეგ, რა გაგრძელება შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. გიორგი, თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით, მერაბ, მესამბები მაყურებელს. მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, ეს ფაზა დააჩქარა ქართულმა ოცნებამ სწორედ ლიდერების დაკავებით. აქამდე თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჯერ კიდევ კომუნიკაციაში ჰქონდათ იმედი, რომ ქართული ოცნება ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამდა და არ გახდებოდა სრული დიქტატორული სისტემა და ამის იმედები ჰქონდათ, სხვათა შორის ჰქონდათ იქამდე სანამ პირველი ლიდერი არ დააკავეს, მე ელოდებოდნენ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებას, კიდე არ ჯეროდათ რომ სასამართლო მიიღებდა ესეთ გადაწყვეტილებებს და საბოლოოდ დახეს რომ ქართული ოცნება ჩამოყალიბდა რუსულ რეჟიმად, რომელიც უკან დახევას არ აპირებს. ანუ ქართული ოცნება, რომელიც უკან არ იხევს, საპასუხოდ ხდება დასავლეთისგან შესაბამისი პასუხები. ის სანქციები, რაც აქამდე ჩვენ ვუყურებდით, გაასმაგებულად დაატყდება ქართულ ოცნებას და ეს არის ყველაზე მთავარი, რაც დღეს ბრიტანეთმაც გააჟღერა. ჩვენ წინა კვირას, როდესაც ჰქონდა სტრასბურგში შეხვედრა ბრიტანეთის დელეგაციასთან, იქაც იყო ამაზე საუბარი და ღიად ამბობდნენ, რომ ისინი კიდევ აძლევდნენ ქართულ ოცნებას შანსს, რომ დაბრუნებოდნენ დემოკრატიულ გზას, მაგრამ ასევე კარგად დაინახეს, რომ აპრილის თვეში, როდესაც დელეგაცია იმყოფებოდა სტრასბურგში, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძე, ბოდიში, გიორგი ვაშაძე იქ იყვნენ შეხვედრაზე და უკვე როცა ჩვენ ჩავედით, წინ ციხეში აღმოჩნდნენ. ხო, ციხეში იყვნენ. ამიტომ მათთვის ძალიან სამაგალითო იყო ეს ფაქტი და ყველა შეხვედრა იწყებოდა აი ამ მოვლენით. ამიტომ მათ უკვე ღიად იციან რა ხდება საქართველოში. მაგრამ ხო იცით რა პასუხი აქვს ამაზე ოცნებას, რომ თავად წავიდნენ ციხეში, ეხლა ჩვენი ბრალი აქ როგორ თავად გადაწყვიტეს, რომ არ მოსულიყვნენ კომისიაზე და შესაბამისად ამ თავის ფეხით მივიდნენ ციხის კარებთან. ხო, ეს შეიძლება პუტინს ჯერა, ასე და პუტინს უხარიას, როცა საუბრობენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ამის არ ჯერა, ცხადი არ ჯერა და შესაბამისად იღებენ იმ კრიტიკას, რაც იღებენ დასავლეთისგან. ერთადერთი რაც ქართულ ოცნებას შეუძლია ამ სიტუაციაში თქვას, თავი დაიძვრინოს და თავი გაიმართოს თავისი ამომრჩევლის წინაშე და თავისი დამკვეთის წინაშე, რუსული რეჟიმის, რუსეთის წინაშე და გაამართლოს ის ნაბიჯები, რასაც ის დგამს. ანუ ის თავად გადაწყვეტილებას არ იღებს და ვერც მიიღებს, არც მიუღია არც არასდროს ბოლო პერიოდში, რაც ომი დაიწყო განსაკუთრებით, როდესაც ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო კონსოლიდაცია და უკვე ღიად განაცხადა, რომ მათ აღარ უნდათ დასავლეთი ჩალისფასი, რატო ქონდა ყველა რეზოლუციას, იმიტომ რომ მათთვის მართლა ჩალისფასი აქვს, იმიტომ რომ მათთვის ფასი აქვს რუსულ სიტყვას. ევროპულ სიტყვას ფასი არ აქვს და მაგით ოლაპარაკობენ ძალიან გულწრფელები არიან, როდესაც ჩალაზე საუბრობენ ისინი, როდესაც რეზოლუციებს კითხულობენ. იმიტომ რომ მათთვის თავარია პუტინი იყოს კმაყოფილი. ეს არის მოცემულობა. ის კანონებს, რასაც ახლაც იღებენ, ეგეც რუსული არის, რუსეთს გავს. ამაზე საინტერესო არის, როგორ უყურებს ამ ყველაფერს მაგალითად ქართული ოცნების მომხრეები, რომლებიც დღემდე არიან მათი მომხრეები, ისინი ამაზე ამბობენ, რომ რაღაც რუსეთის მონები ან რუსული მთავრობა კი არ არის, უბრალოდ არის მთავრობა, რომელიც ცდილობს, რომ რუსეთთან არ დაძაბოს ურთიერთობა და ამ რაღაც ომის პერიოდში არ დაიტეხოს თავზე ქარიშხა რუსეთის მხრიდან და დასავლეთთან ურთიერთობების მერე დაალაგდება, როცა ეს ყველაფერი მორჩება, ასე ვთქვათ, ომი როცა მორჩება, ყველაფერი დაალაგდება მერე დასავლეთთან და არანაირი პრობლემა არ იქნება. ასე ლაგდებოდა 20 იანვრამდე ტრამპთან ურთიერთობები. ასე ლაგდებოდა 20 იანვრის შემდეგაც, თუმცა ვხედავთ, რომ ის ურთიერთობების დალაგება ვერ შედგა, რასაც ისინი ატყუებდნენ თავისი ამორჩეველს და ზოგადად ხალხსაც. ეს არის, ანუ ქართულმა ოცნებამ უნდა მოატყუოს და მე უკან წაიღოს სიტყვები. უკანაც აღარ მიაქვს სიტყვები, ტყუილს ამატებენ და აგრძელებენ. სხვა გამოსავალი მათ აღარ აქვთ. ანუ სრულად იზოლაციაში არიან, კიდევ უფრო გაიზრდება მათი იზოლაცია, არაღიარების პოლიტიკა გრძელდება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით და გუშინ იყო ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, შეთანხმება დისკუსიის დასასრული, თვითმმართველობის არჩევნებზე არ შესვლის. ეს დისკუსია დასრულდა, არაღიარების პოლიტიკა გრძელდება ქვეყნის შიგნით, რაც არის სიგნალი ჩვენ დასავლელი პარტნიორებისთვისაც ასევე. კი ბატონო, მარიკა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, როგორც ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხართ თქვენც და რას ნიშნავს ეს საფრანგეთის მინისტრი ხო ევროპის საკითხებში ასეთ განცხადებას აკეთებს მაგალითად? რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, მოგესალმებით პირველ რიგში. მივესალმებ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და ასევე განსაკუთრებით გამოვყოფთ იმას, რომ საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის კოორდინაცია ხდება ჩვენ საკითხზე და ეს კოორდინაცია უკვე საჯაროც არის. მან მინისტრმა ჰადადმა ეს საჯარო განცხადებაში ახსენა, რომ რაღაც ერთიან პოლიტიკაზე, ერთიან მიდგომაზე მუშაობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად ბრიტანულ მხარესთან უფრო მაქვს შეხება და ვიცი, რომ
ну წინასწარ ასე არასდროს იციან ბრიტანელმა პარლამენტარებმა თუ რა გადაწყვეტილებას როდის მიიღებს მათი აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ ნამდვილად არის ეს ზოგადიაურა და გარემო და ფაქტობრივად ყველა დარწმუნებულია, რომ აუცილებლად გაღრმავდება სანქციები. განსაკუთრებით აღნიშნავ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთმა გამოსცა ეგრეთ წოდებული გაიდლაინები ქართული ბიზნესისთვის, როგორ არ მოექცნენ ბრიტანული სანქციების ქვეშ და ეს ეხებოდა რუსეთის სანქციებისგან გვერდისავლის დახმარების საკითხს. ბრიტანეთმა კარგად იცის, რომ ძალიან კარგად იხეირა ქართული ოცნების ეკონომიკურმა ელიტებმა ამ ომით, რაც კი რამე ესე შავი ფული და შავი ბიზნესი არის დაწყებული ნარკოტრაფიკინგით და ამაზე საუბრობს მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტიც დამთავრებული, რა ვიცი, კოლ-ცენტრები იქნება თუ ტაილანდელი ქალების იძულებით დონორობა საქართველოში, რაც ასევე ხდება, გახმაურებული ინფორმაცია იყო. ხო, ანუ ქართულ ოცნებას რამდენიმე შრიანი პრობლემა აქვს. ერთი არის რუსეთთან კავშირების, მეორე არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, ლეგიტიმაციის არქონის და ასე შემდეგ. და ეს ფაქტი, რომ საფრანგეთი რომ ზოგადად ინვესტირებული არის, ამას მოწმობს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი მაკრონის ჩართულობაც საქართველოს საკითხში, მისი პირადი კონტაქტები თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან რამდენიმე თვის წინ მან, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო მიმართვითაც მოგმართა ქართველებს, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფრანგულ-ბრიტანული ალიანსი ამ შემთხვევაში. ეს მაფიქრებინებს, რომ არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფრანგულ-ბრიტანული, სავარაუდოდ იქ ამერიკაც ჩართული არის და გერმანიაც. გერმანიაც იყო შეხვედრა ესტონეთიც, ავსტრიაც და პოლონეთიც. იმ ხოლზე, სადაც საინტერესოა. რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევის კონტურებს ხედავთ. ევროპას ჭირდება პოლიტიკა, პოლისი, ეგრეთ წოდებული პოლისი საქართველოს მიმართ. ანუ შესამუშავებელია, ამას ჩვენც ვეხმარებით, ხადია რომ შეიმუშავონ სწორი ფორმით. ამიტომ ეს შეხვედრაც მაგას ემსახურებოდა. საქართველოს უნდა გაჩნდეს პოლიტიკა, როგორ მართონ სიტუაცია და ამ პოლიტიკაში ბენიამინის განცხადებით ძალიან კარგად ჩანდა, რომ ქართული ოცნებისთვის ასკეთ არაფერი იქნება. ამიტომ მოემზადონ სანქციებისთვის უკვე გაერთიანებული. ხო, აი სანქციებს რაც შეეხება, ლაშა, გაძვენდა სანქციებიო, ახალგაზრდა თქვა, არ მუშაობსო და როგორ ფიქრობ, აქ მაგალითად დღეს რა პრობლემა არის ევროპაში ხვალაც მივდივარო თქვა კალაძემ წავალო, ყობახიძემ თქვა რომ ვიზა ვიღე და ესე წავედიო, პრობლემა არის. სალამი მიესალმები მაყურებელს. საქართველოში არის ოლიგარქია ფულს ინახავს ოფშორებში. ოფშორებში არის ბრიტანული კანონმდებლობა და სანქციები, რომელიც აქამდე მოქმედებდა, იყო მსუსხავი ეფექტის და სანქციები, რომელსაც განიხილავს დიდი ბრიტანეთი, იქნება დამანგრეველი ძალით ოლიგარქიისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის. ამიტომ ძალიან ეშინიათ დიდი ბრიტანეთის. ეს არის რეალობა. ამიტომ ჩვენ თუ აქამდე უყურებდით პროცესს, რომელზეც იძახდნენ, რომ მე რა გადავიტათ ამ სანქციებს, ეხლა ამას ვეღარ იტყვიან, იმიტომ რომ მათ ფული გადამალული აქვთ ოფშორებში. ამ ოფშორებში ბრიტანეთის სამართალი მუშაობს და ეს სამართალი იქნება მათთვის დამოკლეს מחული. ეს מחული მათ თავზე კიდია და ძალიან კარგად დაინახავენ შედეგებს. და დამანგრეველი ძალის იქნება მე რა ეს სანქციები და ამ ნანგრევებში მთლიანად ქართული ოცნება მოყვება. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნება თუ რამეზე დგას ფულზე. რუსეთი არის მათი ინფრასტრუქტურა პოლიტიკური, თუმცა თავარი აი ძალაუფლების წყარო არის ფული მათთვის. ხალხი არ აინტერესებს. არსად არ აინტერესებს ხალხი. ბიძინა ივანიშვილს ის კი არა მოვლენილი ყავს ბუღალტერი, რომელიც დადის და ყველა ვინც ფული იშოვნა ქართულ ოცნებაში, აი პირდაპირ აი მე რო კარგად ცხოვრობდი, თქვენც კარგად ცხოვრობდით, მაგრამ ეხლა მე ცუდად ვიცხოვრებ, იმიტომ რომ იზოლაციაში ვარ, საერთაშორისო სანქციები მადოს და ამიტომ ყველას მოუწევს ფულის გადახდა. აი ეს პროცესი ახლა ქართულ ოცნებაში. ქართულ ოცნებაში ახლა ზიმედროება. ჩობჯენში ყავს ივანიშვილს მთელი მისი გუნდი. ვინც ამდენი ხნის, აი ის ხალხი, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ფულს შოულობდა, ჩვენ ახლა არაერთი ანტიკორუფციული ფაქტის მოგვიყოლია თქვენთვის, მაყურებლისთვის, მათ შორის აი სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტული მიგნებები მქონდა, როგორ შემოდიოდა ქვეყანაში სანქცირებული ტვირთი. და როგორ აყალბებდნენ ზედნადებებს, ანუ საგადასახადო სისტემა აკეთებდა ამას და არაერთი ფაქტი და მტკიცებულება დავდეთ. და ეხლა ნახე რა ხდება მე რა აი სწორად აღნიშნა. აი როგორ გაიზარდა ეხლა ყირგიზეთთან ექსპორტი. ეხლა ხო სიგიჟეა და ყირგიზეთში, ანუ საქართველოში მოდის ტვირთი, შემდეგ დანიშნულება იწერება ყირგიზეთი და ყირგიზეთში აღარ მიდის, რუსეთში რჩება. და საქართველო არის შავი ხვრელი, დერეფანი. არა მარტო საქართველო, არამედ
მათ შორის სომხეთიც და რა ხდება ჩვენს რეგიონში ხა აი თუ ლაპარაკობთ აი საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ მოვლენებზე რეგიონალური თვალსაზრისით უნდა შევხედოთ პროცესს სომხეთში ან ფაქტობრივად კავკასიიდან მიდის რუსეთის განდევნა სომხეთში ხედავთ ამ პროცესს აზერბაიჯანში ხედავთ რომ სპუტნიკის თანამშრომლები რომლებიც რეალურად თანამშრომლები ხო არ არიან აგენტები იყვნენ და ის რაც მოხდა ეკატერინბურგში პასუხი გასცა ალიევმა ამიტომ ივანიშვილს რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა მათ შორის ალიევთანაც ერდოღანთანაც სომხეთთანაც მოუწევს მხარის არჩევა ანუ ვეღარ იქნება ალიევის მეგობარიც და პუტინის მეგობარი ანუ მისთვის ძალიან მძიმე დროება დგება და ერთის მხრივ ევროპიდან ანუ რაციონალურ მოსაზრებებს რო ისმენს რომ ამათ არ აინტერესებს ზარქვას რა შეაინტერესებს საფრანგეთში ვინ რა სიტყვის ან დიდ ბრიტანეთში მისთვის თავარი რა სიტყვის ივანიშვილი არც მოსკოვი არ აინტერესებს მისი პატრონი არის ივანიშვილი და როგორც ყმა ბატონს ისე ელაპარაკება და აწონებს თავს და ლანძღავს გერმანელ დიპლომატებს და ამას ჩვენ ყველაფერს უყურებთ მე რა ეს არის ივანიშვილის ველური პროვინციული პოლიტიკა ივანიშვილმა მე ანუ თუ წავალთ ინვერსიტეტ რომელსაც ოცნების ხარდამჭერებს ჯერა ხო რომ აი ხა ეგ არის უბრალოდ იმისთვის გაკეთებული რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ და შემდეგ თუ როცა ეს ომი მორჩება ასე შემდეგ უბრალოდ ივანიშვილი იტყვის რომ ხო მოკლედ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო ბიჭებო, კანონებსაც უკან წავიღებ, პატიმრებსაც გამოუშვებ ყველაფერი და მოდი დავლაგდეთ. ხო, ანუ ლოგიკა რაშია, რომ იცი რომ აგერ ომი აქვს რაღაცა ქვეყნებს და მე ომი რომ თავდება ლაგდებიან ერთმანეთში და რატო ვერ დავლაგდებით ჩვენ და ევროპასთან, ამერიკასთან ვეთყვით რომ მორჩა, ეხა ყველაფერს დაგიჯერებთ. აქამდე რაც იყო ეს არ ითვლება და ის იმათაც ხო ჭირდება სტრატეგიული მოკავშირე კავკასიაში და ისინი სიტყვიან რომ კარგი თუ მოხვედით აზრზე, მაშინ მოდი გავაგრძელოთ ჩვეულებრივ ურთიერთობა. რატო ვერ მოხდება? ქალბატონი ეკაბესელია ყავდათ ეთერში და ორი შეკითხვა მექნებოდა ქალბატონ ეკასთან. პირველი, როცა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ამინისტიის აქტი შემოგთავაზა და პოლიტპატიმრებად შოთა აფხაიძე გამოგვიცხადა. აი, შოთა აფხაიძე იცი ვინ არის? ძინარე ცხინვალი დაბომბა საქართველოს, აი იმის ავტორია. შემდეგ აიტაცა რუსულმა პროპაგანდამ მისი გამონათქვამი და რუსი აგენტები გაათავისუფლეს ამ ამინისტიით და მეორე აი ივანიშვილი რო გადავიდა თითქოს წავიდა პოლიტიკიდან და ამდენი წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ რომ ივანიშვილი აღარ ერევა არაფერში ხო ხედავთ რომ ივანიშვილი იყო ამ წლების განმავლობაში ყველაფრის თავი და თავი ის კი არა ის რო გადავიდა და სამოქალაქო პატრიარქად რო გვაწონებდა თავს ამიტომ სიცხადეა საჭირო მერაბ და აი რო ლაპარაკობენ წინა ხელისუფლება რეჟიმი კი აი დღეს გაჯეტის შეტანა იგრძალა სასამართლოში 21 საუკუნეში ტექნოლოგიების დროსაც ხო და მე ან ნახე მე რა ჩვენ ხო ამაზე გქონდა პოლიტიკურ შეფასება არა მხოლოდ შეგვეშალა დავაშავეთ ის რომ სასამართლო ვერ გავათავისუფლეთ მათ შორის სასამართლო არ იყო თავისუფალი და ამაზე მე კი არ ვაკეთებ სასამართლოზე მიხაილ სააკაშვილს აქვს და ნაციონალურ მოძრაობას და სწორედ ამის შედეგი იყო 2012 ჯერ ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი რაც დავსვი რა შეიძლება თუ არა ურთიერთობის ძალა ფარისეულობით ბრძოლას ვერ მოუგებ ივანიშვილს თქვენ მითხარით და მე თქვენ იმიტომ რომ იგივე კობახიძის წერილში რომელიც მიწერა ტრამპს იყო ეს ფრაზა ნათქვამი რომ ეხა ჩვენ კი დემოკრატია ვართო და ბოლოს ავტორიტარებთან ლაგდებითო და აგერ ეხა ალიევთანაც ჩავიდა კაია კალას ხო და ეხა ალიევთან თუ ჩადი ეხა შეიძლება ოცნების სამართლოს გაუჩვეს ეს შეკითხვა ეხა ალიევთან თუ ჩადიხარ და გააქვთ კარგი ურთიერთობა ივანიშვილთან რატო ვერ უნდა დალაგდეთ თუნდაც არ იყოს აქ სასამართლო თავისუფალი განსხვავება, ერთი ძალიან დიდი განსხვავება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რაც არის ის რომ საქართველოს არ აქვს დიქტატურის ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი ზურგი. განსხვავებით აზერბაიჯანისგან. ანუ აზერბაიჯანს თავისი ნავთობი აძლევს საშუალებას, რომ ისე გაიმყაროს ძალაუფლების ვერტიკალი, რომ მაინც და მაინც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის კეთილნებაზე არ იყოს დამოკიდებული. საქართველოში ეს შემთხვევა არ გვაქვს და საქართველოში დიქტატურის გამყარება პირდაპირ არის ბმაში რუსეთის გავლენის ზრდასთან. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, დასავლეთი დიქტატურას არ გაამყარებს საქართველოში, ამიტომ დემოკრატიის განდევნა საქართველოსთან პირდაპირ არის დაკავშირებული დასავლეთის განდევნასთან და რაც უფრო ავტორიტარული ხდება საქართველო, მით უფრო რუსულ ორბიტაზე ხდება, სულ რომც ვინმეს მსგავსი განზრახვა არ ქონდეს, თუმცა ვერ ხვდები რანაირად შეიძლება საქართველოში დიქტატურა დაამყაროთ, არ ქონდეს რუსული განზრახვა, საბოლოო ჯამში საქმე მაინც რუსული გამოდის.
ამიტომ ეს არის ძალიან დიდი განსხვავება აზერბაიჯანთან. ალიევმა გადაუხვია რუსული ხო, ანუ ალიევს აქვს იმისი ფუფუნება, რომ რამდენადაც უნდა მეტნაკლებად კონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა, რაც საქართველოში უბრალოდ შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ დიქტატურის ეკონომიკური ზურგი არ გვაქვს. დიქტატურა სჭირდება რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სხვა დიქტატურების მიერ გამყარება აქ საქართველოში, რაც შეეხება იმას უცებ რომ მიდამთავრდეს უკრაინაში და ქართულმა ოცნებამ თქვას, რომ ნიჩურიტები რომ გამოიტანოს და არა იცით რა. არა, ომარ მხარესთან რიგდებით და ჩვენთან დიქტატურა საქართველოში თუ დიქტატურას ამყარებ, ანუ იმთავითვე შენ ყველა როგორ ვთქვათ, ყველა იმედს ამყარებ რუსეთის გამარჯვებაზე ამ ომში. თუ ისე მოხდა და დარწმუნებული ვარ, ისე მოხდება, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდა და ფაქტის წინაშე დადგა ქართული ოცნება, მე აღარავის აღარ აინტერესებს აბსოლუტურად, ანუ უკვე ფაქტის წინაშე თუ დადგა, რომ დამარცხებულის მხარეს არის და მოუწია შემდეგ რაღაცეების გაკეთება, ეს მათ არანაირად არ ათეთრებს. ეს არის, ანუ იძულებული არჩევანი დამარცხებული მხარის კაპიტულაცია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მაქამდე არ მივალთ, იქამდე გავთავისუფლდებით ამ რუსული რეჟიმისგან. სანამ საერთოდ მიეცემა საშუალება რომ თავის გათეთრების. ერთ დავამატებთ, ანუ ის რწმენა, რაც არის, შემოხვედრია ბევრი ადამიანი Facebook-ზეც მეკამათება, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების საერთოდ არა ვარ, უბრალოდ არც ოპოზიციის მომხრე არა ვარ. მაგრამ იმის არ ვჯერა, რომ ესენი პრორუსულები არიან. ჯერა უბრალოდ რომ ატარებს რაღაც რაციონალურ პოლიტიკას და დასავლეთთანაც მე ყველაფერი დაალაგდება. ახეთ აი არჩევნებით რომ დავიწყოთ ქართულმა ოცნებამ 14%-ით ხომ მიიტაცა არჩევნები, რაც ჩვენ ვიცით ეგზიტ პოლებით, რაც ვნახეთ, ხო, ქართულ ოცნებას როდესაც манипуляციას ახდენდა არჩევნების და მათ თუ ჭირდებოდა დემოკრატიული ფასადი და დასავლეთთან დაალაგებული ურთიერთობები და არა გაფუჭებული, ისინი ამ მასშტაბით არ გააყალბებდნენ, ისინი ეცდებოდნენ დაეწერათ რაღაც არა 45%, არამედ 50, 51 ისე გაეკეთებინათ ბალანსი, იმიტომ რომ ხელოვნურად შექმნეს ხო ეს ციფრები, რომ აქ დემოკრატიის ფასადი შენარჩუნებული იყო, ამ შემთხვევაში ოპოზიციაც იქნებოდა პარლამენტში, ამ შემთხვევაში დასავლეთიც იქნებოდა იმ გზაზე, მაგრამ ეს ამოცანა მათ არ ქონიათ. მათი ამოცანა იყო 60%, რომელიც ვერ მოახერხეს და ეს ამაზე ნაწყენები არიან. თუ გახსოვთ ის კადრი, როდესაც გამოაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 54% აქ დიდი სიხარული არ ქონია ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ისინი ელოდებოდნენ 60%-ს, ისინი ელოდებოდნენ 60% საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის, რომ მე 28-ში რაც გააკეთა 28 ნოემბერს კობახიძემ ბოიკოტი გამოუცხადა ევროპას და ევროკავშირს, ეს აღესრულებინათ უკვე კონსტიტუციურად და 78 ეს იყო მათი გეგმა. თორემ მათ რო სჭირდებოდეთ ფასადი რამის დემოკრატიის, მათ ამას შეეძლო და გააკეთებდნენ, არ გააკეთეს, იმიტომ რომ ეს გზა არჩეული ქონდათ უკვე 26 ოქტომბრიდან. ამიტომ აქედან მოყოლებული მათი ამოცანა არის ქვეყანაში სრული რუსული გავლენების ზრდა. ოპოზიციის განადგურება ან მათი უმაქნის რაღაც მოძრაობად გადაქცევა, ანუ მათ რომ არაფერი აღარ შეუძლიათ. ანუ ეს არის მათი ამოცანა. და ამიტომ დაიწყეს მე ის კომისიაც, ამიტომ უნდათ რომ კოლექტიური ნაცები ეგრეთ წოდებული გააუქმონ და შექმნან სივრცე, სადაც არის არსებობს მაგალითად როგორც რუსეთში არსებობდა რა ერქვა იმ გამოგონილი ოპოზიციები, სულელი კაცი რო იყო, აღარ მახსოვს, ჟირინოვსკი, რაღაცა მსგავსი ეკოსისტემა, სადაც არსებობს ივანიშვილი, არსებობენ გამოგონილი ოპოზიცია, ეს აღიარებულია როგორც დიქტატურა თუ ავტორიტარიზმი ამერიკელების დასავლეთის მიერ, იმიტომ რომ ტრანზიტი დასავლეთ ჭირდება აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ამას იყენებენ, გეოპოლიტიკას იყენებენ თავისი ძალაუფლების ასაღიარებლად. თუმცა ის რომ მათ ეს აღიარება არ მიიღეს, არის იმის ბრძოლის შედეგი, რაც ქუჩაში მოხდა და რეალურად მოგვიწია მათთვის ამ სახის ჩამოხსნა, რომ ისინი არიან რუსების გაგრძელება და რუსებს საქმეს აკეთებენ. ეს რომ არ ყოფილიყო ნებისმიერი რომელიც პარლამენტში შევიდოდა და დემოკრატიის თამაშს მიყვებოდა, ფასად შეინარჩუნებდა. ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. კიდევ ერთ-ერთი მთავარი ის არის რა. ესაც ხადი და არ ვიცი. რუსების ამორჩეული საყვარელი ფრაზა, რომ რაღაც აკლანები რო ჭუბობენ, კოზაკი შუაში არ უნდა მოყვეს. ანუ ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა. ეს არის ივანიშვილის ფასადი, რითაც არ წმუნებს საზოგადოებას, თორემ მას რომ რეალურად ამოცანა ჰქონდეს ომისგან თავი დაიცვა საქართველოს, საკუთარ ხალხს გამოუცხადა ომი. ქუჩაში ხალხი ცემა, მარშრუტკებში აიყვანეს და ცემეს და ხა რომელ ომს არიდებს, როცა საკუთარ ხალხს თვითონ მოწყავს თავისი ხალხი. რა ომზე მელაპარაკება საერთოდ? ხო, ნუ მაგაზე გეტყვია რომ დაფინანსებული გადატრიალება. კოლეგას გამომხმაურო, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები კი არა ვაგდება დიქტატორებთან ან ავტორიტარებთან.
გააჩნია იქ ხალხი რას ითხოვს. საქართველოში ხალხი ითხოვს დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და 6 თვეა ხალხი დგას ქუჩაში. ჩვენ ესეთი არ გვინახავს აზერბაიჯანში. არსად არ გვინახავს. ქართველი ხალხი არის თავისუფალი ხალხი. მე რა ბოდიში რა. ჩემი მშობლები ამბობდა რომ ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა მცირდებაო. ყველა კვლევები ვერ აქვს. ნახე, ჩვენი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის წლებია. ჩემი მშობლები მაგალითად დიდუბესთან აქცია რო დახვრიტა მხედრიონმა იქ იყვნენ. და მიუხედავად ტყვიისა არ გაჩერებულან და იბრძოდნენ და ჩვენ ეს იდენტობა გვაქვს. ეს არის ჩვენი თვისება თავისუფლებისკენ სწრაფვა და ბრძოლა და ვანო ნადირაძის ამბავი და აი გმირობა რა არის, ხო? ქართველი კაცი, ქართველი ჯარისკაცი წავიდა და უკრაინის მიწაზე საქართველოსთვის იბრძოდა. იმიტომ რომ ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ რაღაცა ჩვენი პარტიული ინტერესისთვის. ეს არის ბრძოლა გეოპოლიტიკური, სადაც ჩვენი ტერი რუსეთის იმპერია, საბჭოთა მართლობა და ახლა პუტინის მართლობა არის ჩვენი ტერი საუკუნეებია და უკრაინაში უნდა დამარცხდეს. ივანიშვილმა აი ამ ომის დროს აირჩია თავისი მხარე და არის რუსეთისკენ და ჩვენ ვისაც გვინდა თავისუფალი საქართველო, ვისაც გვინდა ევროპული საქართველო, ვართ უკრაინის მხარეს, იმიტომ რომ ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გაიმარჯვოს. იმიტომ არის ქართველი ხალხი ისრაელის მხარეს, იმიტომ რომ ჩვენ თანამოაზრეები ვართ ცივილიზებული სამყაროს. და სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ამიტომ დგას ჩვენი თანამოქალაქეები და აი ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ეროვნული ინტერესი. და კოცები ევროპას ეძახიან მტერს და ჩვენთვის ევროპა არის მომავალი. აი ეს არის წყალგამყოფი ჩვენსა და კოცებს შორის. სასაცილო ის არის. ისინი მტრათაც ხადებენ, ჩვენ მიგვაჩნია რომ ევროპა არის ჩვენი მომავალი. ჩვენ სხვა მომავალი არ გაგვაჩნია. ხო, ეგ შეკითხვა ჩდება, რომ კი ბატონო რუსეთთან გაღიზნება არ გინდა, მაგრამ ამისთვის რატო გახდა საჭირო ამერიკასთან და ევროპასთან დაპირისპირება, ხო? თუ შენ დაბალანსების პოლიტიკას. იმიტომ რომ მხარე აირჩიეს. მაგრამ ნახეთ, სასაცილო კიდე ის არის, რუსეთი როგორც სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო აღარ არსებობს. მან დაკარგა საქართველოს თავის დროზე დაკარგა სომხეთი, რომელიც ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაციაზე მოაწერეს უკვე ხელშეკრულება, რომელიც დაიწყება, აზერბაიჯანი, რომელიც რუსეთს უკვე ძალისენით ელაპარაკება, ირანი, რომელიც ჩამოშორდა, რუსეთი, რომელსაც ჩინეთს ეშინია, რუსეთის არსებობა აღარ არის, ანუ ის ძალა, რასაც ის წარმოადგენდა და უკრაინაში ამდენ სპეცოპერაციას ამზადებს, ამდენი ხანია ეხა ზაფხულის, ისიც ვერ გააკეთა, ისიც ჩავარდა. რუსეთი როგორც ძლიერი სახელმწიფო აღარ არსებობს. და მიუხედავად ამისა, მაგალითად მე ხო სულზებირად ვიცი ოცნების არგუმენტები, მაგაზე გეტყვიან რომ იმის ძალა მაინც ექნება რუსეთს ყოველთვის რომ საქართველოს მოერიოს. ანუ მაგათი არგუმენტები კი არა, მაგათივე არხზე მივედი ის ჯორჯიან ტაიმსი რო იყო და ის ბოჟაძე იქიდან გამიქცა. მაგათ არგუმენტები არ აქვს. მაგათ შეუძლიათ დაждენ იმედზე და აი ესე მარტო თავიანთ თავს ელაპარაკონ. აბა მოვიდნენ, მოიყვანე, დაუჯდებით, დაველაპარაკებით. მოვიდნენ, რატო არ გასაგუნდოდა რაღაცის არგუმენტებით ახლა აი ის რომ დაუშვათ ზოგიერთი შეიძლება ვერ აღიქვამს ქართული ოცნების პოლიტიკას როგორც რუსულს, ჯერ ერთი ჩემი აზრით საკმაო ნაწილი აღიქვამს და ეს არის კომფორტული ნიღაბი, თავს იტყუებენ რაღაც მშვიდობით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილში მოსახლეობის ეს წუხილები არსებობს, მაგრამ რაღაც ნაწილში ეს მგონია ნამდვილად ნიღაბი, როგორც თავის დროზე ადამიანის უფლებები იყო გარკვეულ ნაწილში ნიღაბი. ეს არის პოსტკოლონიური საზოგადოების დამახასიათებელი, რომ ბოლომდე მტერს ვერ აღიქვამ მტრად და აი სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე რომ ამდენი ასწლეული ვიყავით ქართველები რუსეთის მონობის ქვეშ ბევრს აქვს ეს აღქმა რომ თუ ქართულად საუბრობთ და ხინკალს ჭამთ და ხაჭაპურს ჭამთ და ჩოხა არსებობს მაშინ ქართულ იდენტობას და ქართველობას არაფერი ემუქრება და ისინი ბედნიერები არიან ნაწილი ამ პოსტკოლონიური საზოგადოების, რომ ეთნოგრაფიული ერის ფუნქცია აქვთ. ასე რუსეთშიც არიან ერები, რომლებსაც ეთნოგრაფიული რაღაც ტანსაცმლის ტარების უფლება, საჭმლის, საკვების და ენის უფლება აქვთ, მაგრამ პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფლება არ აქვთ და ვერ აღიქვამენ სამწუხაროდ, ამას სჭირდება დრო, ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების საკმაო ნაწილს აქვს ეს პრობლემა, უბრალოდ გეოგრაფიული იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნები მდებარეობენ მართლა შუა ევროპაში, აქ ესე დრამატულად არ დამდგარა სიტუაცია, რომ მართლა სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს ყოფილიყო, რაც არის საქართველოს
საქართველოში და რაც შეეხება ევროკავშირის მიმართ ნდობა იკლებს რომ ამბობენ ხო ჯერ ერთი რო ტყუილია 80 აღარ არის ადრე 80 მაგრამ ჯერ ერთი საინტერესო არის ეს რატო იკლებს შეიძლება ძალიან პროდასავლურ საზოგადოებაში არის შედარებით ცოტა რაღაც იმედგაცრუება რომ ევროკავშირი უფრო მეტი ნაბიჯი არ გადადგა მაგრამ ეს ხალხი არასდროს აზრს არ შეიცვლის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეგეც მაინტერესებს ერთი ამ კვლევაში და მეორე ახლა გამახსენდა 2015 წელი იყო მე მგონი ჩვენ რეალურად ძალიან სარისკო და საშიში პერიოდი გვაქვს გავლილი ამ 2010-იანი წლების პირველი ნახევარი როცა ძალიან აღრეული იყო ვითარება ეროვნულ ვექტორთან დაკავშირებით მახსოვს 2013 იყო თუ როდის ივანიშვილმა ცხადადაც თქვა რომ თუ ჩვენს ინტერესებს მოემსახურებაო ევრაზიულ კავშირშიც გავწევრიანდებით რა პრობლემა არისო და 2015 წელი იყო NDI-ის კვლევებით დაახლოებით მესამედი მოსახლეობის ესე მიმღებლური იყო იმ იდეის მიმართ რომ გავწევრიანებულიყავით ევრაზიულ კავშირში და როგორც მახსოვს დაახლოებით 66% იყო ესეთი მყარი პროდასავლური პასუხი შეიძლება რაღაც მეშლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფრო დამძიმდა ვითარება ქვეყანაში, მით უფრო კიდევ უფრო კონსოლიდაცია მოხდა ამ ევროპული იდეის გარშემო და იმდენად გამჯდარი არის დემოკრატია ევროპული იდეა თაობებში საქართველოში, რომ ეს 1%-ით იქით, გინდაც 5%-ით აქეთ ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის და ზოგადად იმასაც ვიტყვერთ და ვამატებ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჩემი აზრით არ არის აუცილებლობა რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი აუცილებლად გადავარწმუნოთ ჩვენ უნდა მობილიზდეთ იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა 80% ევროკავშირის მომხრე თუ 70 ეს ყველა ვარიანტში ნიშნავს რომ დიდი ნაწილი ევროკავშირის მომხრეების არიან ქართული ოცნების ამომრჩევლები ხო მათემატიკურად სხვანაირად ვერ გამოდის და ანუ გამოდის რომ ადარიან ადამიანები რომელიც ევროკავშირის გაჭირვების მომხრეები არიან მაგრამ ქართულ ოცნებას მაინც ხარს უჭერენ ჯერაც ქართული ოცნება ახერხებს რომ ზოგიერთი დაარწმუნოს რომ ისინი არიან ევროპული ძალა და ჩვენ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ევროპელებს რომ სრული სიცხადე მისცენ ქართულ მოსახლეობას ამიტომ არის ეს არაღიარების და ართანამშრომლობის პოლიტიკა მნიშვნელოვანი ამიტომ არის რომ ქართული ოცნება ესეთი დამშეული არის ლეგიტიმაციაზე რომ ვისაც ადმე რაღაც ხელი ჩამოართვა თუ ხელი დაუქნია ამას ორი კვირა პროპაგანდა იყენებს და ამიტომ არის დიახ ანუ ქართული ოცნება ყოველთვის იგებდა იმარჯვებდა 2024-მდე იმიტომ რომ აბსოლუტურად გააყალბა 2024 ამ ორაზროვნებით 2020-ს გააყალბა დიახ გეთანხმებით დროს კარანტინში ჩაკეტა გახარია 70000 საქართველოს მოქალაქე რომელიც ყოველ შემთხვევაში იმარჯვებდა ორაზროვნებით და დავასრულებ ორაზროვნებით იმარჯვებდა და რაც უფრო მეტი სიცხადე წამოვა და ეს ართანამშრომლობა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან და სანქციები ამისი ეხლა გადავიდეთ შიდა ასე ვთქვათ პოლიტიკაზე არჩევნების საკითხი თქვენმა პარტიებმა განაცხადა რომ არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში ელენე ხოშტარი ამაზე შიმშილობდა ისო მარიკასთან გადავალ ამიტომ ამ შეკითხვით ჩავა პაპუაშვილი ამბობს ელენე ხოშტარეს არაფერი შეეტყო ფიზიკურად რომ იშიმშილა ქვეყანასაც არაფერი შეეტყო და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო სადაც იყვნენ 3 დღის წინ იქ არიან დღესაც ანუ გულისხმობს იმას რომ რის გამო იშიმშილა ამ ადამიანებს ეს პარტიები სადაც არ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში შეიძლება რა შეიცვალა ამ მისი შიმშილობით რატო დაიწყო ან რატო დაასრულა დაახლოებით ეს არის აზრი ამის ანუ ლელო და გახარია სიდაც არ გადაუფიქრებიათ ჩემი აზრით არის ძალიან მტკიცე სურათი, რომ პროდასავლური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა დგავართ ართანამშრომლობის გზაზე სრულად და ეს სურათი გუშინ კიდევ ერთხელ შეიკრა და მე მაგალითად Facebook-ის რეაქციების მიხედვითაც ვატყობ, რომ ხალხს ამ სურათის დანახვა სჭირდებოდა დღეს ამას დაემატა ის კვლევები, რომელიც ზურგს უმყარებს ამ ართანამშრომლობის პოზიციას, სადაც ჩანს, რომ პროდასავლურ ამომრჩეველში 70-20-ზე არის გაყოფილი აზრი, 70% არ ემხრობა ასე უპირობოდ და საპარლამენტო არჩევნების გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ჩემი აზრით
ესე ვიტყოდი შალვა პაპუაშვილმა ყველაზე კარგად იცის რეალურად სად რა შედეგი დაიდო უბრალოდ რა თქმა უნდა პროპაგანდისტული შეხედა მართლაც არაფერი შეიცვალა ხე ეს რა პარტია ისედაც არის შეიცვალა ნამდვილად შეიცვალა ჩემი აზრით ჩემი აზრით ამ ბოლო ორ დღეში ნამდვილად მოხდა ძალის კონსოლიდაცია და მოსახლეობის კონსოლიდაცია ვიზუალურადაც გამოიკვეთა ამ ართმშრომლობის მხარეს გიორგის მივხვდი. ხო, 8 პარტიამ დაასრულა დისკუსია, რომელიც ჩვენ ისეთ დასრულებული ქონდა, დანარჩენ პარტიებს ესეც ხადათ და ნაციონალურ მოძრაობას ხადია, ეს თავიდანვე 3 თვის წინ გამოაცხადა ორივე პარტია, მაგრამ დანარჩენი პარტიები თუნდაც ქალბატონი სალომეს ფორმატში ამაზე დისკუსიობდნენ, სჯელობდნენ და ეს დისკუსიის თემა შემოიტანა ლელომ. ეს იყო მისი ამოცანა, რომ ამაზე ყოფილიყო გამართულიყო მსჯელობა, ოღონდ მსჯელობა არ უნდა გაიმართოს 4 აგვისტომდე, როდესაც არის დედლაინი, ხო? ამიტომ ეს დისკუსია როგორც დაიწყო. ინტერესებს ახლა ერთი თვია ლელო იძახის რომ ვიმსჯელოთო და აქამდე რატო ვერ იმსჯელოთ. არა, მანამდეც ვსჯელობდით, ეხაც ვსჯელობდით. ეხაც მიდიოდა მოლაპარაკებები, უბრალოდ ეს უკიდურესად 4 აგვისტომდე ვერ გაგრძელდებოდა, ამიტომ წერტილი იყო დასასმელი. დავშვით ჩვენ წერტილი 8 პარტიამ. ლელო კიდე მსჯელობს ერთმანეთში, გახარიასთან მსჯელობს თუ ვისთან მსჯელობს, ვერ გავარკვია ოღონდ, მაგრამ მსჯელობს, მათაც ექნებათ პასუხი. იმედია ის კვლევა რაც გამოვიდა, მათ დაეხმარება, გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღონ და გამოაცხადონ თავისი გადაწყვეტილება. გახარიას რაც შეეხება, არ ვიცი, გერმანიიდან თუ აპირებს პარტიის მართვას და ასე შესვლას არჩევნებში, არ ვიცი. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ლელოც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მათაც კარგად იციან და ამ კვლევიდან კარგად დაინახავენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არცად. იმიტომ რომ აჩვენეს, მხარდაჭერა არ ექნება არჩევნებს, არ მივა ხალხი და არ მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ქართული ოცნებაში 101-1-ზე. არა, ნუ მანდ როგორ რაღაცა იცი ხა ხა ყოფილია აზრი პარტიებს შორის, ამორჩევის შორისაც შეიძლება გაყოფილი იყოს. არ არის გაყოფილი. თუ ერთიანად დადგებოდით ყველა იტყოდათ რომ მივდივართ არჩევნებში და უნდა მომიგოთ თბილისი, მერე თქვენი ამორჩეველი შეიძლება აზრი შეეცვალა და წამოყვებოდათ არჩევნებში. ამაზე არის საუბარი. ხო, ნახე, ხო, ლელოს სურდა ცხადია ეს რომ ერთიანად შევსულიყავით, ეს იყო მათი ამოცანა და თავიდან ოღონდ ამბობდნენ რომ ეს შემოგდებული თემა იყო კოცების დარგველაპარაკა, მერე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება უკვე, იმიტომ რომ არ უნდა გველაპარაკა, მაგრამ ჩვენ გვინდა და ღიად გვეთქვა და ვთქვით და გავაკეთეთ და სადღაც შუაგზაში გაახსენდა ლელოს, თურმე ამაზე იყო სამშელი, ეს მათი პრობლემა არ არის, აქამდე რატომ მოიყვანეს საქმე, ან მაშინვე შეეძლო ეთქვათ, ან მაშინვე როცა შემოგდებულ თემაზე საუბრობდნენ, მაშინ ესაუბრათ იმაზე და ამაზე ყოფილიყო დისკუსია და შემოთავაზება, რომ პარტიის წინაშე დაგვაყენეს. ხო, ან მაშინვე თუ იქნებოდა შემოთავაზება, ხო, რა შემოეთავაზებინათ, ანუ კი არ გაეჩერებინათ თემა, არ ვიმშელოთ ამაზეო, შემოგდებულ თემა, არამედ დაეყენებინათ საკითხი, რომ მოდი ვიმშელოთ თბილისზე და თბილისში ხო არ გაგვექნა, ანუ ეს თემა ხო გააჩერეს. და მერეო სადღაც გზაში გაახსენათ, მერე ჩვენა მიდევნებული ნამპარებით როდემდე უნდა გავყვეთ ამ პროცესს, ხო ვერ გავყვებით, იმიტომ რომ დროს კარგავთ, ხალხთან სალაპარაკოა, გასასვლელია რეგიონებში, დელეგიტიმაციის პროცესი, ბატონო? დავდივართ, ან ერთობლივად გულისხმობ. შორის ერთად ვიყავით სამეგრელოში ახლა. ხო და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ დაახლები, მათ შორის ლელოს წარმომადგენლებიც იყვნენ და გახარიას პარტიიდანაც იყვნენ. აი, ბოდიში გიორგი ჩაგეჭერი. მე ვიტყვი ჩემს ხო და ეს მნიშვნელოვანია, ანუ ის პროპაგანდა, რასაც ქართული ოცნება ტელეიმედით ავრცელებს, ხო, წარმოუდგენელი დიდი რაოდენობით, ეს თუნდაც პროდასალურ პარტიებზე, თუნდაც დასავლეთზე, თუნდაც ის რომ იკლებს ევროკავშირის მხარდაჭერა, თუნდაც ის რომ სანქციები არ მუშაობს, ეს ყველაფერი ხალხთან არის პირადად მისატანი. ამიტომ დელეგიტიმაციის პროცესი მან ერთი კითხვა ჩდება კიდევ რომ თუ აწყობდა ქართულ ოცნებას რომ ოპოზიციის პარტიას მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რაღაც დაიჭერეს ლელოს ლიდერები აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ხო რატო გაართულა? არ ვიცი, არ იცოდნენ მათაც აპირებდნენ და მსჯელობა მიდიოდა. დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა, ხო, ამის მიუხედავად პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა. ერთი სიტყვით ვიტყვით, თუ შეიძლება თქვენ რო ახსენეთ, რომ ყველა რომ დამდგარიყავით და მიგვეღო მონაწილეობა ამორჩეველი წამოყვებოდა, ვერ დაგეთანხმებით ამაში ბოლომდე, იმიტომ რომ ამორჩევის ის გადამწყვეტი ნაწილი, ვინც საჭირო არის სრული მობილიზაციისთვის, იმდენად სუდათ არის განწყობილი და იმდენად უნდა ჩვენგან თანმიმდევრულობა და არ თანამშრომლობა, რომ საკითხავია კიდევ შეიძლება რაღაც პროცენტული განსხვავება ყოფილიყო, მაგრამ იმ მაქსიმუმს ალბათ ვერ დავდებით. ყველა არ წამოყვება. მოკლედ მე რა ბოიკოტი ივანიშვილის არჩევნებს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით შემოვიარეთ მთელი საქართველოს, ჩვენ ყველა ქალაქში ყავს წარმომადგენლები, მათ შორის საკრებულოში, გვაქვს ფრაქციები, თითქმის ყველა ქალაქში. აბსოლუტურად ყველგან არის ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენ მქონდა
უკვე არაპარტიულ ფორმატში, პატა ბურჭულაძესთან ერთად, ახლებთან ერთად, მათ შორის ლელოს წარმომადგენლების იყვნენ სამეგრელოში და უშუალოდ ჩხოროწყუში გახარიას წარმომადგენლების და იქაც არის აბსოლუტური ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ტყუილი ფარსი და ფარში მონაწილეობა არის გახარიას წარმომადგენლებიც ეგრე არიან. კი, აი ეს არის ტყუილი და ფარსი, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგად გრძნობენ, ისინი წაგვუნდა მივიდნენ მოქალაქეებთან. ანუ ამორჩევლის გარეშე არჩევნები არ არის მერაბ. და ჩვენ ახლა ლაპარაკი იყო 2000 კაცი გამოვკითხეო და რაღაც სოციალური კვლევა არსებობს, სოციოლოგიური კვლევა არსებობს. გასაგებია არსებობს რაღაც მეთოდოლოგია, თუმცა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხა პოლიტიკური პარტიები რატო ვარსებობთ? კი, თავისი შინაარსით უკვე აღარ არსებობს პოლიტიკური პარტიები. ივანიშვილმა გააუქმა, იმიტომ რომ არჩევნები გააუქმა და ჩვენ აღარ გვაქვს კონკურენციის და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ რაღაც პროგრამაზე, ხო? თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ დავდივართ რეგიონებში და ჩვენ სამომრჩევლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს ვესაუბრებით და მათ განწყობას ვისმენთ. ჩვენ არაფერი ისეთი შეთავაზება არ გვაქვს ერთის მხრივ კი, ჩვენი პოზიციაა ბოიკოტი ივანიშვილის არჩევნებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების განწყობა. და ზუსტად იგივეს ამბობენ. ყველა ამბობს რას? აი ფოჩი, სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, მარტვილში, ყველა ისახის ერთს. რევოლუცია დამხობა ივანიშვილის რეჟიმი. აი ამას ამბობს ხალხი. ჩვენ კი არ ვამბობთ ამას. ჩვენ პირიქით 2024 წელს ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაღაც დემოკრატიული ტრანზაქცია მოხდარიყო და ხელისუფლების გადაცემა მოხდარიყო და ყველანაირი რესურსი ჩავდეთ ამაში. ოპოზიციამ შეუძლებელი შეძლო და ჩვენ ხედავთ, თავის ფეხით მივიდა, კაცო, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი დანაწყებული ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ლიდერი ციხეშია. და პლუს ამისა, სინდისის პატიმრები და გვეუბნებიან ახლა რომ ჯარიმის დაცვად პატიმრობა იქნება და კი ბატონო გაბიშვან 60 დღით როცა ყველა ციხეშია ჩვენ ამ გზას გავივლით და ეს არის მშვიდობიანი პროტესტი მერაბ ეხლა ჩვენ რო გვინდოდეს რაღაცა ისე რო იცახდით ომი უნდაო ოპოზიცია ომი კი არა ჩვენ მინდა მშვიდობა ჩვენ მინდა ევროპა ჩვენ მინდა დემოკრატია ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით ხვდებით ჩვენ თანამოქალაქეებს და იცით რა უნდა ხარ სიტყვის რევოლუციის ხსენება მერაბ იცი რა უნდა ხარ დღეს ზაზა შათერიშვილი არ მაინტერესებს ზაზა შათერიშვილი მერაბ არა ის ხო ივანიშვილის აზრებს თანამოქალაქეებია რა აი ხა აი საინტერესო რამეზე არის საუბარი არის რომ შეიძლება მკვლელობა მოხდეს და ასე შემდეგ სვერპლი ჭირდებათ რომ აქ რევოლუცია მოხდეს მერაბ რა სიგიჟეა ეგეთ რაღაცები ეს არის ივანიშვილის ბუნება აი პროვინციული ბუნება რომ აი როგორმე გახლიჩოს ოპოზიცია როგორმე დააპირისპიროს ყველა ერთმანეთს მაგრამ აი ნახე მერაბ აი სამეგრელოში რა აი ჩვენზე მეტად ხვდება ჩვენი თანამოქალაქეები რა არის საჭირო ჩვენ თვითონ ჩამოვალთ, ჩვენი ფულით ჩამოვალთო. ერთად დავდგეთო და საკადრის პასუხი და ანგარიში ხალხის ანგარიში წარუდგინოთ ივანიშვილსო. თვითონ ამბობენ მეგრელები. და არა მარტო სამეგრელოში, ეს განწყობა აჭარაში პასუხი რა აქვს, იცი გახარიას და სხვებს რომ აღარ არის ხალხი ქუჩაში და რას რითი აპირებს. რითი აპირებს. დავასრულებ ბოიკოტი ივანიშვილის არჩევნებს, ეს უნდა იყოს ერთიანობის საკითხი და გუშინდელი გადაწყვეტილებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთად დადგა 8 პოლიტიკური პარტია. 8 პოლიტიკური პარტია და მათ შორის რამოდენიმე პარტია იყო იმ კოალიციაში, რომელიც რაღაცას ბჟუტურობს არჩევნებთან დაკავშირებით. ხალხო აირჩიეთ რა მხარე რა, ან ხართ ერთიანობის მხარეს და ჩვაგზელებთ წინააღმდეგობას, ან იყავით ივანიშვილის ლეგვის ფოთოლი. ესეა კი სიცხადეა საჭირო. კი ის რა ქვია ივანიშვილმა ანეკდოტი რომ მოყვა და არც თვითონ რო არ გაეცინა. თქვენ რა გონიათ ანეკდოტი იყო მისი მეტაფორა. შედი ხალო ბუტკაში. არავინ არ აპირებს ივანიშვილის ბუტკაში სიბნელეში შესვლას და ვინც შევა ის დაისრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას და მე არ მინდა ჩემი მეგობრები იქ ვიხილო ოპოზიციიდან, დემოკრატიული ოპოზიციიდან და ყველაფერს ვაკეთებ ჩვენ რომ აუხსნათ რომ ეს არის ღალატი არა პარტიების, არა ხალხის ღალატია, მერაბ. იმ ხალხის ღალატია, ვინც ეხა რუსთაველზე იკრიბება გზის გადასაკეთად. ამიტომ ეხა მე ჯანდაბას ყველაფერი წყალს წაუღია პარტიები, პოლიტიკა, თქვენ რა გონიათ, ყველას გააუქმებენ ესენი. ამას პირდაპირ იძახიან. ჩვენ თუ ეხა ერთმანეთს ხელი არ ჩავკიდეთ, ერთად წინააღმდეგობა არ გაუწიეთ, ლაპარაკი რეჟიმზე, აი ისე ვერ გამოხვედით ამ სააკაშვილის ხსენებიდან, აი ამ ჩარჩოდან ვერ გამოვიდა ვიღაცები ისე არიან დაკომპლექსებულები. რა დროს სააკაშვილია, კაცო, ხალხი უკვე მარსზე კოლონიზაციას იწყებს. მე რაზე ლაპარაკობთ? რა დროს სააკაშვილზე ლაპარაკია, როდესაც ქვეყანას ყარგავთ. და ვინც ამას ვერ ხვდება?
ის უნებლიე თუ ნებსი თუ უნებლიე თამაშობს ივანიშვილის თამაშს. ამიტომ ვისაც უნდა ლეგვის ფოთოლი იყოს, ვისაც უნდა იმ ბუდკაში შევიდეს. ჩვენ გავაგზავნებთ ბრძოლას ერთიანად და გასახსნელი მეკითხა რომ რა ხდება ბოიკოტის მერე. რა ხდება ბოიკოტის შეიძლება ჯერ გამოვიდა ჩიხვები და ბოდიში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ბრძოლა. პარტიული ჩარჩოები თუ ექნება ბრძოლას, ყველა დავმარცხდება. არა, თუ გაქვთ ან ვართ ერთად, წარმოდგენილიო რა. ან ვართ ერთად რუსთაველზე, ან ვართ ერთად ციხეში. აი ეს მოცემულობა და პარადიგმას თავაზობს ივანიშვილი. ჯერჯერობით ერთად არიან ციხეში პოლიტიკურმა. ხოდა ჩვენ შევუერთდებით. ორი სიტყვით ვიტყვი უბრალოდ იმაზე, რომ ამბობენ, რომ აი ხალხი აღარ გამოდის და სამწუხაროდ ჩვენ მხარეს მყოფი ძალებიც ხანდახან ქართული ოცნების პროპაგანდასავით იმეორებენ, რომ რაღაც 200-300 კაცია რუსთაველზე. ეს ასე არ არის. ჯერ ერთი ის ფაქტი, რომ უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი იმის ფონზე, რომ დემოკრატიული ძალების მხრიდან სამწუხაროდ არ ყოფილა სიცხადე, მოქმედების სიცხადე მთელი ამ თვეების განმავლობაში. ეს უკვე არის აღსანიშნავი და სხვათა შორის ChatGPT-ს ვკითხე და ვკითხე რა პროტესტი ახსენდება ამდენი ხნის განმავლობაში, ესე ყოველდღიური. არსებობდა რაღაც პროტესტები, რა თქმა უნდა, ისეთი რომ უფრო ხანგრძლივად იყო, მაგრამ ასე რომ ყოველდღე ამდენი ხანი მხოლოდ საქართველოს გაახსენდა ხელოვნურ ინტელექტსაც და ეს მუხტი რომ არის და მარტო ის 200-300 კაცი არ არის. ესე რო ამბობენ ჯერ ერთი მეტია, ის 200-300 არ არის მეტია, მაგრამ თუნდაც დასტურდება იმით, რომ მათედევიძის განაჩენის დროს სპონტანური რამხელა აქცია იყო, 29 ივნის ასევე რამხელა აქცია იყო და თან არც არანაირი დაპირება რომ რამე ისეთი გეგმა გამოცხადდება არ ყოფილა, ხალხმა დააფიქსირა რომ არის და არის ყოველდღე. ქართულ ოცნებასაც რატო უწევს რომ დაუშვათ გადაკეტვა დაუშვას რუსთაველის, იმიტომ რომ რამდენჯერაც ცადა რომ არ გადაეკეტინებინა ხალხისთვის, იმდენი ათასობით მეტი გამოვიდა. ხალხს ეს ხალხისთვის რუსთაველის გადაკეტვა არის აღქმა რომ პროტესტი მუდმივი არის და ანუ ის ადამიანი შეიძლება ფიქრობს რომ კარგი დაუშვათ გადაიკეტა დღეს ჩემს საქმეს მივხედავ, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია რომ იკეტება და ეს არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. ხოლო და ცოტა პესიმისტური და ესე ვთქვათ, აი ისეთი მომენტია, რომ იცი რა, ხალხი აღარ გამოდის და წავედი, ამიტომ იქნებ რაღაც საკრებულოში 2-3 ის მაინც გამოუგლიჯო და ეს არის ჩემი აზრით, პროტესტის ღალატიც არის და პლუს ხანდახან ამბობენ ხოლმე, რომ ეს იმისთვის არის საჭირო, რომ პროტესტს დავამატოთ შრე და დავამატოთ ცოტა ნაპერწკალი და რა ვიცი, მერის არჩევნების გაყალბებას რატო ელოდები, რომ ნაპერწკალი დაამატო, ახლავე ჩადე მთელი რესურსი, ხალხი თუ ურესურსოთ აბსოლუტურად ყოველდღე გარეთ არის, პარტიებმა და ძალებმა რესურსებით ჩადონ პროტესტის დივერსიფიკაციაში, წარმოიდგინეთ როგორი პროტესტი იქნება. აი სწორედ ეგ არის ის შეცდომა, რაც დაუშვეს პარტიებმა და დავუშვით პარტიებმა ამდენი ხანი ამ დაუსრულებელ მსჯელობას გადავაყოლეთ საზოგადოებრივი ზალის კონსოლიდაცია, რაც გჭირდებოდა. როდესაც პროტესტმა იკლო, ამ დროს რა დროს იკლო, ეს იყო სწორედ იმ დროს, როდესაც პარტიებმა დაიწყეს გაუჩერებელი მსჯელობა თვითმმართველობის შესვლა არ შესვლაზე. იმის ნაცვლად რომ კონსოლიდირებულად ჩვენ საზოგადოებისთვის გვეთქვა რომ ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და გველაპარაკა ნებისმიერი ადამიანის რომ პროტესტი რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, დელეგიტიმაცია რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, ქართული ოცნება მით უფრო სუსტდება, მით უფრო ჩქარდება სანქციები და მით უფრო სუსტდება რეჟიმი და მე ის შეგროვებული ხალხი, რომელსაც ასევე რეგიონებში ითხოვენ, მე ის სიტყვაც რომელსაც თავს არიდებენ, რევოლუციაც მოხდება სუსტი ივანიშვილი, რომელიც ვერ აგვარებს პრობლემას, ქართული ოცნებისთვის არის პრობლემა. აქამდე მათ თუ შეეროდათ რომ ივანიშვილი მოუგვარებდა პრობლემას, ვერ აგვარებს ივანიშვილი. ამიტომ პროდასავლური პარტიების თავარი ამოცანა რომ ივანიშვილი შესუსტდეს როგორც ქვეყნის შიგნით და ამაზე გჭირდება ხალხთან ლაპარაკი რომ აქციები გაიმართოს არა მარტო თბილისში, რუსთაველზე, არამედ რეგიონებში ერთდროულად, პარალელურად რომ არ არსებობდეს არ იცოდეს პოლიციამ სად გაიქცეს რომელ რეგიონში და სად იყოს, ეს არის ანუ ქსელური უნდა იყოს ეს ყველაფერი, ამას საერთაშორისო გამოცდილებაც გვეუბნება აქციების, მშვიდობიანი აქციების და ასე შემდეგ. ამიტომ ამაზე უნდა გვემუშავა და მე აღარ მოუწევდა გახარიას წუწუნი და მათ შორის ლელოსაც რომ ეგრეთ წოდებული 200 კაცია და ამიტომ კრიმინალურ არჩევნებში შევიდეთ და ახლიდან დაველოდოთ ნაპერწკალს, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია რომ წააგებ. ანუ აი ეს რა ლოგიკაა, ვერავინ ვერ ახსნა ოღონდ ბოლომდე. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის.